ჩვენი რწმენა არის ძალიან გასაფრთხილებელი და ის არის ყველაფრის საფუძველთა საფუძველი, შენი სულიერი ცხოვრების საფუძველთა საფუძველი. პავლე მოციქულის ამბობს ერთ ადგილას, რომ ყველაფრის დასაწყისი არის რწმენა. რწმენა თუ არ არის, არაფერზე საუბარი არ არის. ის რწმენა, რომელიც რწმენაზე ჩვენ ვსაუბრობთ და რა ის რწმენა, რასაც ჩვენ ხშირად რწმენას ვუწოდებთ. და როდესაც ეს რწმენა არ არის და საბოლოო ჯამში ვიცით ეს რწმენა არის პიროვნული კომუნიკაცია ღმერთთან. როცა ჩვენ ამ სიტყვას ვიყენებთ ხშირად პიროვნული კომუნიკაცია ღმერთთან, მე შენია ხოლმე რომ სიტყვა გაუბრალოვდა. პიროვნული კომუნიკაცია ღმერთთან, პიროვნული უცებ რომ წარმოედგინო ეს რას ნიშნავს. გესმით, აი ეს უკიდეგანო სამყარო, რომელსაც მეცნიერები იკვლევენ და თვალი ვერ მიუწვდენიათ და ვერც მიაწვდენენ ვერასოდეს, იმიტომ რომ ხორციელი თვალით იყურებიან და ხორციელი თვალისათვის და ხორციელი ტვინისათვის აბსოლუტურად შეუძლებელია მისი წვდომა, ის იმდენად დიდია, და ხორციელი თვალი და ხორციელი ტვინი არის შეზღუდული ზომაში, სივრცეში და დეტერმინირებულია და ეს იმდენად დიდია, როგორც ადამიანი ხო ოკეანეს ვერ გადაცურავს ესე რომ შევიდეს, აი რაღაც კიდევ უფრო დიდია. წარმოიდგინეთ, ხო იცით ახლა მეტნაკლებად ეს ინფორმაცია წვდომადია თუ რა რამხელა სამყარო, ეს იმხელაა, რომ უკვე აღარ მნიშვნელობას აღარ აქვს, რამე დაემატება და აკლდება, ხო იმხელაა, გონება მიუწვდომელად დიადია. აი ამ ეს ყველაფერი იწევა, თითქოს აი გვერდზე გაიწია და ვინც ეს ყველაფერი შექმნა, იმასთან საუბრობ და თუ გაიაზრებ რა ეს საუბარი როგორია და რას ეუბნები, რაღაც თავხედობასაც გავს, იმიტომ რომ დადგები, ესე იგი, არ ვიცი, ცოდვებით სავსე ადამიანი, ჩემ თავზე ვსავ. მამაო ჩვენო ეუბნები. ვის ელაპარაკებ? მამაო. მოვედინს უფევა შენი. იყავ ნება შენი და საერთოდ არც კი ვფიქრობ ეს რას ნიშნავს, ან მოვედინს უფევა. წმინდა იყავ სახელი შენი გაცოა, როგორ. და ესე ყველა ლოცვას გადახედეთ. გესმით, რაზეა, რასთანა გვაქვს, როცა ჩვენ ვსაუბრობთ კომუნიკაციაზე. მე ისიქასტური პრაქტიკა ავიღოთ, ჯდებით ხო, როგორც გვასწავლიან სიბნელეში, რომ ეს დრო და სივრცე, დროს მაღვიძარას ვაყენებთ ტაიმერს, რომ დრო და სივრცემ ჩვენი გონება არ წაიღოს და აბსოლუტურ სიბნელეში ვზივართ, გულზე გვაქვს კონცენტრირება, ვიცით რა, რომ უფალის შეხვდებით საკუთარ გულში და მარადისობაში გასასვლელი, მარადისობა იგივე ტრანსცენდენტულში გასასვლელი გულიდან არის და მოუხმობთ უფალო იესო ქრისტე შენ, უფალო იესო. კარგია, სწორია, ეს არის. დიახ, ეს ტექნიკური მხარეა, ასე უნდა ვაკეთოთ. მაგრამ მე როგორი განწყობა გვაქვს ხოლმე? მამა ლოცულობ და რაღაც ვერ გძნობ. გესმის და თან ამ ლოცვის პრაქტიკასთან ერთად კადნიერებაც გვაქვს. როგორ ეხლა მე ამდენი ხანია, ამდენი წელი მოუხმობ და რატო არ მელაპარაკება? სად არის? გესმით? აი ჩვენ დამოკიდებ და ვიზე ვლაპარაკობთ, ხო წარმოგვიდგენია? და ვიზე ვლაპარაკობ და სად გვინდა მასთან შეხვედრა, ხო? დიახ, ეს არის ქრისტიანული სწავლება. დიახ, ეს არის ღვთის უკიდურესი დამდაბლების ერთ-ერთი გამოვლინება, რომ აქ ზუსტად, დიახ, მაგრამ ჩვენი დამოკიდებულება ნახე, როგორი პრეტენზიულები ვარ. როგორ გვინდა ეს და გვინდა პრეტენზიულად. და აი აქ კიდევ ერთხელ წარმოჩინდა სიმდაბლის უნიკალურობა, რომ ამას თუ არ გაიაზრებ, სად ხარ და ვინ ხარ და ვის ელაპარაკები და რა მადლიერებით გამშვალული იყო. მაქვს მადლიერება ადამიანის წყვილს, ბიჭო, მადლიერება რომ მქონდეს აი ამ დიაპაზონის გარღვევისთვის, რომ ღმერთმა გაარღვია ჩემთვის, გაარღვია ღმერთისთვის რა პრობლემაა, მაგრამ ჩემთვის რომ გახსნა ეს და ამის გამო რომ მადლიერება მქონდეს, მე განა იესოს სახელის ერთ გახსენებაზე ცრემლად არ დავიღურებოდი. არ დავდნებო ეგოს იოსების სიკასტი ამბობს მადლი და ამას სილვანა თონელის ამბობს იმისგან დამოუკიდებლად მადლი შეაჩერე დავდნები. გესმით, ჩვენ მადლის მიმართ უგზნობნი ვართ, როგორც პირუტყვნი, როგორც ღორი ვერ გზნობს, საღვთო მათ ისე ვერ აგზნობ ჩვენ. გესმით, აი ესეც ხომ არის?